ერთხელ და სამუდამოდ შევიგნოთ ხალხო, რომ ჩვენ ერთმანეთის გარდა სხვა არავინ არ აქვს. დედა ღვთისმშობლის და ერთმანეთის გარდა არავინ არ აქვს. ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ. და ღვთისმშობელი ჩვენ ამ ერთად დგომას და აი ამ სულისკვეთებას და აი ამ თავგაწირვას აუცილებლად აკურთხებს. და თხოვს თავის ძეს, რომ შეიწყალე. არაფრის მაგნიცები არ არიან, მაგრამ შეიწყალე, არ უნდათ. ანტიქრისტეს სტანდარტების დანერგვას არ ეგუებიან. ცემეს, აწვალეს, ტანჯეს, გაზით დახუთეს, ტყვია ესროლეს, ციხეებში ჩაყარეს. მაინც იძახიან ღირსება, სამართლიანობა, სარწმუნოება, ზნეობა. როგორც მე-12 ლოცვებში არის. ზიარების წინა ლოცვებში. ცოდვილიც ვარ, ყველაფერი ვარ, მაგრამ მართლმადიდებელი ვარ და ამით შემიწყალე. აი ეს რო გეთქვას, მის წინაშე რომ დავყო. ჩვენ მაშინ, როდესაც ჩვენ მომავალს ვწვდიდნენ, და ჩვენ მიწა-წყალს ყიდიდნენ. ჩვენი წინაპრების სისხლით გაპოხებს, სახში არ ვიჯექით და ვიგრძნობთ. აი ეს არის ჩემი საფრთხე.